მე ვფიქრობ, განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ საქმე გვაქვს ძალიან იაფფასიან, პოპულისტურ, პროპაგანდისტულ დრამატურგიასთან. ისე იგი გამოდის, რომ კომისიამ დაასრულა მუშაობა, ვიხილეთ ირაკლი კობახიძის განცხადებები და რამდენიმე საათში უმსხვილესი ქსელური მარკეტები ავრცელებენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე რაღაცა სამომხმარებლო კალათა უნდა შეიქმნას, კონკრეტულ პროდუქტებზე უნდა დაიწიოს ფასი თან დღეების განმავლობაში, ანუ რა გამოდის ბიზნესი, რომელსაც აქვს პირველ რიგში ის ინტერესი, რომ ჰქონდეს მოგება, თურმე საათების ინტერვალში აკეთებს ფასების ცვლილებას, ზუსტად იმასთან ერთად, როდესაც კომისიამ, საპარლამენტო კომისიამ და მთავრობამ დაასრულა, ასე ვთქვათ, თავისი მუშაობა ფასების რეგულირებასთან მიმართებაში. ანუ ბიზნესს თუ შეეძლო მარჟების დაწევა და შესაბამისად კონკრეტულ პროდუქციაზე, დასახელების პროდუქციაზე ფასების დაწევა, რატომ არ აკეთებდა ამას ამ მანამდე? მაგრამ ამავდროულად ეს ეწინააღმდეგება თვითონ ამ კომისიის დასკვნასვე, რომელიც ამბობს რამდენიმე საგულისხმო რამეს. პირველი იმას, რომ აქ ჯერ ერთი გვაქვს საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოურ გეგმურ ეკონომიკაში ჩარჩენილები, რომ არ არსებობს რაიმე გადაჭარბებული მარჟები და თავისუფალ კონკურენციაში დგინდება ფასები სამომხმარებლო სფეროში, ის რომ არ არის რაღაცა ჭარბი კონცენტრაცია კონკრეტულ სფეროებში და არის ძალიან კონკურენტული დინამიკა და რომ ეს ყველაფერი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომ ეს ყველაფერი რეგულირდება კომერციული ურთიერთობებით სახელმწიფო შარების გარეშე და რომ არ არის აქ რაიმე განსაკუთრებული ფაქტორი გარდა მაგალითად საბრუნავი კაპიტალისა. აი ეს დასკვნა იდეაში ეწინააღმდეგება ქსელური მარკეტების ამ გამოსვლას, რომელიც არის ალბათ გვირგვინი რაღაც ვარსკვლავი ბოლოს დადებული იმ ნაძვის ხეზე, რომელიც შემოგთავაზა ირაკლი კობახიძემ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მთელი ეს მათი კამპანია არის სრული კრახით დასრულებული და ახლა სჭირდებათ რაღაცა მცირე მოკლევადიანი ეფექტი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ამ ბიზნესების უკან ვინ დგას, ხო? ესენი არიან ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები, ისევე როგორც დიდი ბიზნესის უდიდეს აბსოლუტურ უმრავლესობის ნაწილში ჩვენ ვიცით, რომ არიან ქართული ოცნების უშუალო წევრები, პარლამენტის დეპუტატები, მილიონერები მათ შორის, რომლებიც იყვნენ აი ამ კომისიაში და ისინი ახლა ცდილობენ, რომ ნამუსი შეუნარჩუნონ ირაკლი კობახიძეს და აი ამ სრულიად მავნებლურ წამოწყებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყეს ჯერ რაღაცა პარლამენტის, სამთავრობო კომისიის შექმნით, სუსისთვის აი ამ დავალების განსაზღვრით, რომ ფასები უნდა დაერეგულირებინა და აღმოჩნდა ის, რაც თავიდანვე ცხადი იყო. ესეთი ტიპის ჩარევები ფასებს ვერ დაარეგულირებს და პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ აქვს ქართულ ოცნებას თავისი უგუნური, მავნებლური, როგორც ეკონომიკური პოლიტიკით, ასევე საგარეო პოლიტიკითაც მათ შორის, იმიტომ რომ ეს ბევრი ფაქტორი, იზოლაცია და ასე შემდეგ იწვევს საერთო ჯამში იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელსაც გრძნობს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ანუ პირველადი მოხმარების პროდუქტების ნუსხის შექმნა და შესაბამის პროდუქტებზე ფასების გაიაფება იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მომტანი, ამას ამბობთ და გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურობაზე არ უნდა ვიფიქროთ და ვიდრე მიპასუხებთ, მინდა რომ ეკონომიკური ექსპერტის რომან გოცირიძის პოზიცია გავაცნოთ მაყურებელს ამ თვალსაზრისით, სოციალურად მგრძნობიარე საქონელზე ფასების კოორდინირებულად დაწევის კამპანიას არაფერი აქვს საერთო ჯანსაღ კონკურენციასთანო, ამბობს გოცირიძე, რომელიც არის ფასების შემცირების გარანტი და არა კარტელური გარიგება ხელისუფლების მიერ მართულ ბიზნესებს შორის. ამ გზით ფასების შემცირება შეუძლებელია, პირიქით იგი მისი შემდგომი ზრდის მიზეზი გახდებაო, ეს არის გოცირიძის პოზიცია. იზიარებთ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ ფასების არა შემცირებას, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ
კიდევ უფრო გაზრდას მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქტებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთი ტიპის შეთანხმება, რომ ფასები უნდა დაიწიოს, არის ბიზნესის წარმომადგენელთა მხრიდან ეგრეთ წოდებული ჰორიზონტალური შეთანხმება, რომელიც კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას არ ღვევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში გაიაფებაზე არის საუბარი, იმიტომ რომ ფასებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და საბაზრო ეკონომიკაში არეგულირებს, რა თქმა უნდა, ბაზარი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის არა სახელმწიფო კომპანიებზე, არამედ კერძო კომპანიებზე, რომელთაც გარკვეული შეიძლება ყველაზე დიდი სეგმენტი უჭირავთ ამ სფეროში, მაგრამ არიან სხვა მოთამაშეებიც ბაზარზე და აქ არის მხოლოდ რამდენიმეს შორის შეთანხმება და ასეთი ტიპის შეთანხმებები არის ხოლმე ხშირად კარტელური შეთანხმებები. რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, ობიექტურად და ზოგადად რა თქმა უნდა ეს რომ პრობლემაა, ამას ირაკლი კობახიძის განცხადება არ სჭირდებოდა რამდენიმე თვის წინ, ამას ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ძალიან კარგად ხვდება, მაგრამ ამისთვის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეალური ნება და გამოიყენოს რეალური ბერკეტები, რაც შეუძლია ასეთ სიტუაციაში მას რომელსაც შეუძლია მან რომ მიმართოს, ხო? მაგალითად, რასაც ჩვენ ძლიერი საქართველო ლელო თავაზობდით, რომ გაიაფებულიყო საწვავი ამისთვის აქციზის გადასახადი დაებრუნებინათ 2017 წლის ნიშნულზე. ჩვენ ვიცით, რომ 1 აპრილიდან დენის ტარიფმა მოიმატა ელექტროენერგიის ტარიფმა 30%-ით და როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ეხლა საზოგადოების ცნობიერება ავამაღლეთო და საზოგადოებამ უკვე იცის ფასწარმოქმნის პროცესი როგორ ხდებაო, დიახ, ფასწარმოქმნის პროცესში ძალიან მთავარ როლს ასრულებს ელექტროენერგია და საწვავი, ეს ორი კომპონენტი, ეს ორი პარამეტრი, რომელიც გაძვირებულია და ნებისმიერი წარმოება, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ორი ტარიფი არის გაძვირებული, იძულებული ხდება, რომ გააძვიროს საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ფასიც. რაც შეეხება ბატონ გიორგი, ისევ სუპერმარკეტების, ფიქსელური მარკეტების პოზიციის კონტექსტში მინდა რომ ჩაგეკითხოთ, აი საბანკო კომისია უშუალოდ პროდუქტებზე მაღალი ფასის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს მიწოდების გრძელ ჯაჭვს და ფიქრობს, რომ ეს ჯაჭვი უნდა შემცირდეს, სწორედ ასეთ რეკომენდაციას იძლევა, თუმცა აი ამ მიწოდების ჯაჭვზე არაფერია ნათქვამი თვითონ ქსელური მარკეტების განცხადებებში, რომელიც აი სწორედ რამდენიმე დღის წინ 2 მაისს მოვისმინეთ. აი თავის მხრივ როგორ შეიძლება შეფასდეს ის, რომ აი ამ ჯაჭვის შესახებ რეკომენდაციას არ იმჩნევს ბიზნეს სექტორი. არ იმჩნევს ბიზნეს სექტორი, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის ასეთ მსხვილ კომპანიებზე, რომელთაც აქვთ საკუთარი ლოგისტიკური სისტემა აწყობილი და დისტრიბუციის სისტემა, ეს ყველაფერი ახლა ძალიან გვაგონებს რაღაც საბჭოურ ცენტრალიზებულ სისტემებს, არა მხოლოდ დისტრიბუციის ნაწილში, არამედ ზოგადადაც ხო ტერმინოლოგიის დონეზეც იყენებენ რაღაცა სამამულო წარმოებას, რაღაც ცენტრალიზებულ დისტრიბუციის ცენტრს არსებობდა ადრე ცეკავშირი, საერთოდ აღარ უნდა გაეუქმებინათ და აღედგინათ მაშინ თუ ესეთი სისტემა უნდათ, მით უმეტეს, როდესაც საქართველოში ეგრეთ წოდებული PPP, ანუ კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობა არ არის ისეთი, როგორიც არის აპრობირებული თანამედროვე სამყაროში და თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში, ეს არის მხოლოდ რაღაცა მახინჯი ილუზიის შექმნა, თითქოს აქ რაღაცა ერთობლივი მიზნის მიღწევა ასე იყოს შესაძლებელი. აქ მხოლოდ სოციალურ პასუხისმგებლობაზე არ არის, აქ ჩანს ძალიან კარგად, როგორ ეშინია მსხვილ ბიზნესს ხელისუფლების, როგორ ცდილობს ის, რომ აი ამ პროპაგანდისტულ სპექტაკლში თავისი როლი ითამაშოს. იძულებით ხდება ეს თუ რაღაცა გარკვეული გამორჩენის მიზნით, ამას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს დროებითი მექანიზმები, მაგალითად, დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირება, პირობითად 5%-ზე, 3%-ზე დაყვანა ძირითადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლებისთვის, იმპორტიორებისთვის და ასე შემდეგ. ის მეთოდები, რომლებიც ახლა დაასახელა ქართულმა ოცნებამ, ძალიან გავს უგო ჩავესის წამოწყებას 2003 წელს ვენესუელაში, რომელიც ჰიპერინფლაციით, შაბლი ბაზრის გაჩენით, მთელი ბიზნეს სექტორების გაქრობით ხასიათდებოდა და პრაქტიკულად ვენესუელის ეკონომიკის კოლაფსი გამოიწვია. ეს თავიდანვე იყო
პოპულიზმზე გათვლილი რამ და ირაკლი კობახიძე სხვა მიზეზებს ხედავს, ხო? დიახ. რადგან ამ თემამდე მოვედით, ვისაუბროთ უკვე იმაზე, თვითონ საპარლამენტო კომისიამ ფასების გაზრდის საფუძვლად და ძირითად მიზეზებად რა გამოავლინა და რა დაინახა და შესაბამისად რა ტიპის რეკომენდაციები გასცა. საერთოდ არ არის იქ საუბარი რაიმე ტიპის საგადასახადო შეღავათებზე და სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე. მაგალითად, აი სურსათზე მაღალი ფასების პრობლემას ხედავს ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. კიდევ ერთხელ აღნიშნეთ და ისევ ვიმეორებ, კომისია მიიჩნევს, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში, მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია, შესაბამისად უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, ეს ამონარიდი კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმ ნაწილიდან, რომელიც უშუალოდ სურსათზე ფასებს უკავშირდება, რაც შეეხება საწვავს, აქ ნათქვამია, რომ სექტორის მთავარი სტრუქტურული გამოწვევა მიწოდების წყაროების შეზღუდული დივერსიფიკაცია, შესაბამისად გაცემულია რეკომენდაცია, რომ აი იმპორტის წყაროების დივერსიფიკაცია მოხდეს, ასევე მოხდეს ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და თვითმომსახურების ეტაპობრივი დანერგვა, ან თვითმომსახურების ცენტრების პუნქტების რაოდენობის გაზრდაზეა საუბარი, ხოლო აი მედიკამენტების ნაწილში ფასების შემსწავლელი კომისია რეფერენტული ფასების სისტემის და ქრონიკული დაავადების მართვის პროგრამის გაფართოების რეკომენდაციით გამოდის. რატომ არ უშველის ამ პრობლემის მოგვარებას ის, რაზეც საუბრობს საპარლამენტო კომისია? რატომ ხედავთ წინააღმდეგობას იმ რეკომენდაციებში, რაც პარლამენტში შექმნილმა აი ამ ჯგუფმა სამთვიანი მუშაობის შედეგად დადო? ეს ყველაფერი გავს ნახევრად ორსულობას, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე აცდენილი იყოს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული შეთავაზებები არსებულ რეალობასთან, არსებულ ეკონომიკასთან, ეკონომიკურ სისტემასთან, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ ერთი დასაწყისში სულ სხვა მიზეზებზე გვესაუბრებოდნენ, რომელიც აღმოჩნდა ამავე კომისიის დასკვნით, რომ თურმე ყოფილა უბრალოდ დიდი ტყუილი, მაგალითად ჭარბი რაოდენობა ქსელური სუპერმარკეტების. მე თავიდანვე თქვეს, რომ ესო თლადასე არ არისო. ყველაფერი, რასაც ამბობდნენ, რომ ინტერესი ჰქონდათ, გადაჭარბებული მარჟები ჰქონდათ კომპანიებს საცალო ბაზარზე, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ყოფილა ტყუილი და საერთოდაც არ არის აცდენელი საერთაშორისო ეკონომიკურ პარამეტრებთან. აქ სულ სხვა რაღაცეებში არის პრობლემა რეალურად. პრობლემა და საერთოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ინფლაცია, ეს საკითხები მთლიანად არის გამოტოვებული ამ დასკვნიდან და მთელი მათი მუშაობიდან. რეალურად ახლა ცენტრალიზებული დისტრიბუციის სისტემის შექმნიდან ჩვენაირ ქვეყანაში, რომელიც 80%-ით არის იმპორტ დამოკიდებული, რომელიც ძალიან ცოტა რაღაცას აწარმოებს, თავარი რამ რაც გაგვაქვს ექსპორტზე, ეს არის ნახმარი მანქანები, რომელიც არა ექსპორტი, არამედ რეექსპორტი არის, რომ ინვესტიციები არ შემოდის, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და ამაშიც ტყუილში გვაცხოვრებენ. ანუ აქ საუბარი არის ნაწილობრივ ნახევრად სიმართლეზე, რასაც მალავენ და მეორე ნაწილი არის პირდაპირი ტყუილები, რომელსაც ისინი გვეუბნებიან, რომ თითქოს აქ რაღაცა ინვესტიციები კეთდება, ხო? ამაზე სხვათა შორის მათმა პროპაგანდისტმა რუხაძემაც ისაუბრა, ხო? რა არის ოფიციალური მონაცემები, ვინ არიან ინვესტორები და აღმოჩნდა, რომ იქ თემურ ჭყონია არის, ისევ ადგილობრივი მსხვილი კომპანიები, რომლებიც თავიანთი მოგებიდან ისევ რეინვესტირებას აკეთებენ იმავე ბიზნესში. აი ასეთი манипуляციური მონაცემების გამჟღავნებით საუბრობენ ჯერ ერთი იმ ფონზე, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და ამავდროულად ესეთი ტიპის ჩარევები არსად არც ერთი გამოცდილება არ არსებობს მსოფლიოში, არ ყოფილა გამართლებული, მოვიყვანეთ ვენესუელის მაგალითი, რაც შეიძლება დროებითი ღონისძიების სახით გაკეთდეს, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, დანარჩენი არის საპნის ბუშტი, რომელიც ძალიან მარტივად გასკდება და უკვე გასკდა და ამის გამო მოუწიათ უტიფრად საუბარი იმაზე, რომ თურმე ჩვენ გვაქვს ეკონომიკური აღმავლობა, თურმე ხორცი ღირს 9 კილოგრამი 10 ლარი და ისევ ირაკლი კობახიძისგან შორს რომ არ წავიდეთ, ნახეთ ხო, ცოტა ხნის წინ რას იძახდა ის ფასების შედარების ნაწილში საფრანგეთის და საქართველოსი და კონკრეტულად ერთი სუპერმარკეტების ქსელის რთული გამოსაცნობი არ არის კარფური, ამბობდა რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია და კონკრეტულ კატეგორიას ასახელებდა
პროდუქციის, რომელიც საქართველოში ამდენი და ამდენი პროცენტით უფრო ძვირიაო და ახლა ამბობს, რომ თურმე საქართველოში ეს ყველაფერი იაფი ყოფილა. მაშინ, როდესაც ხედველობაში არ არის მიღებული, უფრო სწორედ არ იძახიან ამას, ხო? რა არის განსხვავება საშუალო შემოსავალში ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის? რა არის განსხვავება პენსიასა და საქართველოს შორის? ის რომ საქართველოში საშუალო სტატისტიკური მოქალაქე 40%-ს ხარჯავს თავის შემოსავლის მხოლოდ სურსათში მედიკამენტებს რო თავი დავანებოთ და განვითარებულ ქვეყნებში როგორც არის გერმანია ხარჯავს 10%-ს, ბელგიაში 12%-ს, რაღაც 14%-ს ხარჯავს ესტონეთში და ყველაზე ღარიბ ქვეყანაში ბულგარეთში, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში 20%-ს. მაშინ, როდესაც ბულგარეთში 4-ჯერ უფრო მეტი არის მაგალითად პენსია საქართველოსთან შედარებით, ხო? საშუალო ხელფასი არის რამდენჯერმე უფრო მეტი, ისევე როგორც ევროპის კიდევ უფრო განვითარებულ ქვეყნებში. აი ეს ყველაფერი არის ის, რაც ხდის საქართველოს მოსახლეობას ღარიბს, ამავდროულად აქ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის განზომილება, რომელიც მოაქვს მათ საგარეო პოლიტიკას, ის რომ ჩვენ ვართ იზოლაციონიზმში, რეალურად ევროკავშირს ვაქციეთ ჩვენ ზურგი, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაქციეთ ზურგი და ერთადერთი ინვესტიცია, რომლითაც ისინი ამაყობენ, არის არაბული ინვესტიცია, რომელზეც უამრავი რამ არის უკვე თქმული, რომელიც არის დეველოპმენტის სექტორში და რამდენ პრობლემასთან არის ის დაკავშირებული, საზოგადოებას კარგად მოეხსენება. სწორი საგარეო პოლიტიკა მოიტანს იმ ეკონომიკურ შედეგებს, რომელიც უკვე აქვს სომხეთს, ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ხო, სადაც NVIDIA მსოფლიო დავასრულებ ახლავე ბოდიში ერთი წინადადებით, მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA, რომლის საბაზრო ღირებულება არის $5 ტრილიონ-მდე, ახორციელებს უდიდეს ინვესტიციას სომხეთში, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ჩიპების სფეროში და რაღაც ტექნოლოგიურ დასახლებას აკეთებს სომხეთში. რა მოიტანა ეს? მოიტანა იმან, რომ სომხეთი დაუზავდა და სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა აზერბაიჯანთან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის უშუალოდ დაინტერესებული სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ინფრასტრუქტურული განვითარებით და ეკონომიკური კეთილდღეობით. ჩვენ ვისაუბრებთ, მე უფრო რომ იქ დღეს დიდი ევროპული ღონისძიება იხსნება, თუმცა ამაზე რამდენიმე წუთში იქამდე ისევ ფასებთან დაკავშირებულ თემას მინდა დაუბრუნდით. აი თქვენ ირაკლი ყობახიძის პოზიცია ახსენეთ. პოზიციები უფრო სწორად, რასაც ვისმენდით რამდენიმე თვის წინ, როცა ფასების შესწავლის საკითხის საჭიროება დაინახა მთავრობამ და დააყენა დღის წესრიგში და ვისმენთ უკვე ახლა. ეხლა უშუალოდ ირაკლი ყობახიძეს რაც შეეხება, ხა ლელოს პოზიცია, რომ აი სამთვიანი პროცესის შემდეგ ირაკლი ყობახიძეს უნდა ეყოს პოლიტიკური ვაჟკაცობა და თქვას, რომ მისმა ავანტიურამ კრახი გაინცადა ისე როგორც მის მიმართ ისმის მოწოდებები, რომ ადგეს და გადადგეს პრემიერის თანამდებობიდან, თუმცა ირაკლი ყობახიძე არსად წასვლას არ აპირებს და აი როგორც თქვენ თვითონ აღნიშნეთ, ახალი მესიჯი აქვს უკვე, როცა საქმე ეხება ფასებს, მივედით დასკვნამდე, რომ საფრანგეთში 50%-ით ძვირია იდენტური პროდუქტების შეძენა, ფასები ჩვენთან ბევრად იაფია, მაგრამ ხელფასი ბევრად ნაკლებია, ამიტომ საფრანგეთში დღეს მოქალაქე ცხოვრობს ორჯერ უფრო უკეთესადო, მოკლედ დღეს უკვე ამას ამბობს ირაკლი ყობახიძე. რა გაქვთ სათქმელი პირადად თქვენ პერსონალურად მისთვის, იზიარებთ თუ არა მოწოდებას, რომ აი შექმნილი სურათის ფონზე მან მართლაც უნდა იყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ აი ამ შეცვლილ რიტორიკას, რომელსაც ვისმენთ მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან და არა მხოლოდ ზოგადად ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რა ახსნა უნდა მოუწევთ? ჩემი პოზიცია და ჩემი პარტიის პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რომ ქართული ოცნება არის სახელმწიფოს და ძალაუფლების მიმტაცებელი ძალა და ბევრი სხვა მიზეზის გამო უნდა წავიდეს, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, თუნდაც იმის გამო, რომ მან შეცვალა საქართველოს საგარეო კურსი, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვიმყოფებით რეალურ პროცესში, რეალურ პოლიტიკურ პროცესში და ასეთი შემთხვევა სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ასეთი ავანტიურა რომ დაედგათ და ასე უტიფრად რომ მოეტყუებინათ საზოგადოება და არ ვიცი თვალებში ნაცარი შეეყარათ რომ 10 ლარი თურმე 9 კილოგრამი რბილი ხორცი საქონლის და ღორისო ეს საერთოდ გაურკვეველი წინადადებაა და ესეთი სოციალურად მგრძნობიარე საკითხის გამო საზოგადოება უბრალოდ მოეტყუებინათ და 1000 манипуляცია განეხორციელებინათ, ნებისმიერი ხელისუფლება გადადგებოდა. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ირაკლი ყობახიძე და მისი კაბინეტი უნდა იღებდეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
მაგრამ რა თქმა უნდა, მათ ყოფნით უტიფრობაც და არც არანაირ ვაჟკაცობაზე არ არის საუბარი, იმიტომ რომ ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ნების შემსრულებლები. მათ საერთოდ არ უჭირთ ის, რომ დღეს ერთი თქვან, მეორე დღეს საერთოდ საპირისპირო, მერე მესამე დღეს ისევ გადათქვან, ასეთი რამ სიტყვის ფასი მათთვის არ არის არანაირი კატეგორია პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგრამ საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს და მათმა ამომრჩევლებმა უნდა დაინახონ ყველაზე გულმხურვალე და ბრმადმორწმუნე ამომრჩევლებმაც, რომელთაც არაფრის გაგონება არ უნდათ იმ პროპაგანდისგან და რომელსაც ქართული ოცნება მათ აწვდით, იმიტომ რომ როდესაც ისინი ყოველდღიურად მიდიან მაღაზიაში, ბაზარში, ქუჩის მარკეტი იქნება სუპერმარკეტი თუ აფთიაქი, ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ მათი არჩეული თუ ის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ისინი ენდობიან და ნებისმიერი მინისტრები და ის მილიონერი დეპუტატები კომისიაში რომ არიან წარმოდგენილები, უბრალოდ ატყუებენ. ბატონო გიორგი, ეს თემა რომ შევაჯამოთ საბოლოო ჯამში სავარაუდო კომისიამ დასკვნა დადო და სხვა შორის ამ დასკვნასთან მიმართებაში კრიტიკული ხართ არა მხოლოდ ლელო და ვთქვათ სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, არამედ აგერ ხალხის ძალასაც კი აღმოჩნდა რომ შენიშვნები ჰქონია იმ ანგარიშზე, რაც აი ფასების ფასების საკითხის სამთვიანი შესწავლის შემდეგ მომზადდა კომისიის დასკვნა არ პასუხობს გამოწვევებს, ეს დოკუმენტი უფრო სამეცნიერო ხასიათისა, პარლამენტი კი გახლავთ პოლიტიკური ორგანო, რომელმაც კონკრეტული გეგმა და დავალება უნდა მისცეს ხელისუფლებას, ნაკლებადაა რეკომენდაციები, რაც კონკრეტულ შედეგებზე მიგვიყვანს. ახლა გაგვიჭირდება მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასკვნა საერთოდ არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა. მოკლედ, აი ეს არის ის განცხადებები, რასაც ამ დღეებში ვისმენდით ხალხის ძალის დეპუტატების მხრიდან. რას შეიძლება ნიშნავდეს უკვე ის, რომ ხალხის ძალას, აი ქართულ ოცნებას თითქოს გარკვეული წინააღმდეგობის დემონსტრირების მცდელობა აქვს ბოლო პერიოდში, ფასების საკითხამდე რამდენიმე დღით ადრე გახსოვთ, რომ გარკვეულ წინააღმდეგობას ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი, როდესაც პარლამენტში დადგა სახელმწიფო მინისტრის შექმნის საკითხი. საბოლოოდ კი მიიღო ამ საკითხმა ხალხის ძალის წევრების მხარდაჭერა და საბოლოოდ მამუკამდინარაძე შეუდგა ამ პოზიციაზე მუშაობას, თუმცა მაინც გარკვეული წინააღმდეგობის დემონსტრების მცდელობას ჰქონდა ადგილი ხალხის ძალის დეპუტატების მხრიდან. რას ნიშნავს ეს, როგორ უნდა შეფასდეს? მე მგონი რომ ამ ფსევდო წინააღმდეგობას არანაირი რეალური მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, არათუ ხალხის ძალის მხრიდან, არამედ ჩვენ 2019 წელს გვახსოვს ქართული ოცნების შიგნით, ფორმალურადაც ქართული ოცნების შიგნით ყოფი ამბოხებული, ვითომ ამბოხებული მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთაც ჩააგდეს მაშინ კონსტიტუციური კანონის პროექტი, როდესაც უნდა გადასულიყო ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გავრილოვის ღამის კრიზისის შემდეგ. ხალხის ძალა შეიქმნა 2023 წელს ისევ ქართული ოცნების რიგებში, რომ რაღაც უფრო რადიკალური, შაურაზმული პოზიციები გაეჟღერებინათ, მათ დაინიცირეს პირველად რუსული კანონი და შემდეგ ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის საზიანოდ რომ შეცვალა კანონმდებლობა, იძულებული გახდა ხალხის ძალის ხელმძღვანელობა დაეტოვებინა მათი პარტია, იმიტომ რომ არანაირი ელექტორალური მოჭიდება არ ჰქონდათ. 2024 წელს ქართული ოცნების სიით ფორმალურად გაეყვანათ პარლამენტში და ისევ გადაესროლათ უკან ფორმალურ ოპოზიციაში, რომელიც შემდეგ გამოიყენეს მაგალითად წულუკიანის იმ ანტიკონსტიტუციურ კომისიაში კვოტების შესავსებად. ხალხის ძალა რომ რეალური ოპოზიცია არ არის, ამაზე რავი სერიოზულად არც უნდა ვისაუბროთ, მაგალითად ყველა საკრებულოში 64-ვე საკრებულოში ახლა ქართული ოცნების დეპუტატები დაატოვებინეს პარტია და ფრაქცია და შეუქმნეს ახალი ფრაქციები, რათა დამატებითი საბიუჯეტო სახსრები გამოიყოთ მათთვის ყოველწლიურად 5 მილიონის ოდენობით, რაც დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს. ამრიგად ხალხის ძალა არის უბრალოდ დანიშნული ოპოზიცია და ხა რა თქმა უნდა ასთა სხვადასხვაობა ქართული ოცნების შიგნითაც შეიძლება იყოს. სერიოზულს არაფერს მოასწავებთ, თორე წმინდა რო არის ქართული ოცნების შიგნით ეს თვითონ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის კარზე უკვე ძალიან კარგად ჩანს. ბატონო გიორგი, ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ მინდა რომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც გადავხედოთ და მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრი გამოსვლა გამოგვდის აი თბილისიდან პირდაპირ ერევანში გადავინაცვლოთ, სადაც მთელი ევროპის წამყვანი პოლიტიკური ელიტაა დღეს თავმოყრილი. იცით რომ სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი უნდა გაიხსნას დღეს. აი მაკრონი, ურსულა ფონ დერ ლაიანი, კაია კალასი, ანტონიო კოსტა, რობერტა მეცოლა, მელონი, ზელენსკი, ვინ აღარ
მოკლედ სავსეა ერევანი ევროპელი ლიდერებით. ალბათ ნახეთ კადრები, როგორ გაისეირნეს ემანუელ მაკრონმა და ნიკოლ ფაშინიანმა ერთად ერევნის ქუჩაში. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ევროკავშირთან, ევროპულ ოჯახთან დაახლოება, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო და უფრო იზრდება მანძილი. ასეთ დღეებში შესაბამისად ისევ და ისევ აქტიურდება კითხვა, სად არის საქართველო მიუხედავად იმისა, რომ დღეს ირაკლი ყობახიძეც საქართველოს მთავრობის მეთაურიც ერევანში იმყოფება. რა სახელი უნდა დაერქვას შესაბამისად იმ სურათს, რასაც საქართველოსთან ასე ახლოს ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივად ყურის ძირში ვხედავთ. თქვენ ბრძანეთ, რომ მკვეთრი გადასვლა გამოგდისო ერევანშიო და დიახ, საჭიროა ძალიან ხშირად გავავლოთ ხოლმე პარალელები ერევანთან, ქვეყანასთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო სრულად რუსულ საგარეო ორბიტაზე, რომელიც იყო საომარ მდგომარეობაში ჯერ კიდევ 6 წლის წინ მეზობელ აზერბაიჯანთან და დღეს სად არის სომხეთი? დღეს არის აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორი. სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ამერიკის შეერთებული შტატების და უშუალოდ მისი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით დამყარდა რეალური მშვიდობა, არა ისეთი მშვიდობა, რომელსაც ქართული ოცნების პროპაგანდა გაიძახის, არამედ რეალური მშვიდობა. ამან მოიტანა ის, რომ სომხეთის სამხრეთში მცირე დერეფანი, ისტორიული ზანგეზურის სიუნიქის დერეფანი იძენს ასეთი დიდ მნიშვნელობას, ის აკავშირებს ნახიჩევანის ავტონომიასა და დანარჩენ ტერიტორიას აზერბაიჯანის, აკავშირებს თურქეთსა და აზერბაიჯანს და რეალურად ის აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი გზა ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო გარანტორობით ხდება რეალობა. სომხეთი პრაქტიკულად გამოვიდა რუსული საგარეო ვექტორის ტყვეობიდან, ის არის ახლა არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, არამედ ევროკავშირთან, აი დღევანდელი სამიტი, მას აქვს ასეთი ურთიერთობა და ეს სამიტი პირველად ტარდება ერევანში, სულ რამდენიმე წელია, რაც ეს სამიტი ტარდება და ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ერევანში არის ესეთი სამიტი. ჩადიან ჯორჯია მელონი, ცოტა ხნის წინ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი იყო სომხეთში, ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ NVIDIA-ზე, რომელიც ამხელა ინვესტიციას აკეთებს იქ და ასეთ ნაბიჯებს დგამს როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით სომხეთი, ლოგიკურად ეკონომიკური თვალსაზრისითაც და მისი უსაფრთხოება შესაბამისად არის გარანტირებული. მე ძალიან მოხარული ვარ ჩვენი მეგობარი სომეხი ხალხის გამო, თუმცა საქართველოსთვის ეს იმას ნიშნავს და დასაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ყველაზე მეტად კი ქართული ოცნების მხარდაჭერებისთვის, ვინც არის დარჩენილი, რა შანსს კარგავს, რა ხელშესახებ შანსს კარგავს საქართველოს. საბედნიეროდ ეს ჩვენთვის დღესაც არის. რა არის გასაკეთებელი და ამ დავასრულოთ, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი წამოიღოს იმ რეგიონალური პროექტებიდან, საიდანაც შეუძლია ამ სარგებლის წამოღება, რადგან ფიქრობთ, რომ დღეს შესაძლებლობებს არ იყენებს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ირაკლი ყობახიძეც იმყოფება დღეს სომხეთში, სადაც სწორედ აღნიშნულ სამიტში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულია მისი მონაწილეობა მრგვალი ფორმატის დისკუსიაში, რომელიც აი სწორედ დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს შეეხება და როგორც მაკა ბოჭორიშვილისგან ვისმენთ, რომელიც ასევე ერევანში იმყოფება, საქართველოს სწორედ განსაკუთრებული როლი აქვს, როცა დაკავშირებადობაზეა საუბარი. ეს ნამდვილად ასეა. ახლა გითხარით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა? იმისთვის, რომ ეკონომიკური სარგებელი მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის, აი ამ შესაძლებლობის ფანჯარამ უნდა გადაიდგას პოლიტიკური ნაბიჯები. პოლიტიკური ნაბიჯები დასავლეთის მიმართულებით და არა საპირისპირო მიმართულებით, რასაც ქართული ოცნება ასე მსხობრად დგამს ამდენი წლის განმავლობაში. იმის ნაცვლად, რომ ახლა ატალახებული ჰქონდეთ მათ ყველა ევროპული დედაქალაქის სახელმწიფო უწყებების კაბინეტები, იმისთვის რომ ჩადიოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რას ვიღებთ სანაცვლოდ? ვიღებთ იმას, რომ პაվել ჰერჩინსკის ევროკავშირის ელჩს იბარებენ და საყვედურებს ეუბნებიან, დიდ ბრიტანეთის ელჩს იბარებენ და საყვედურებს ეუბნებიან, როგორ დაასანქცირეს თურმე მათი პროპაგანდისტული არხები, მათი მთლიანი
პოლიტიკა და რიტორიკა არის ანტიდასავლური, შესაბამისად ანტიეროვნული და გვატყუებენ თითქოს ანაკლიაში რაღაცა კეთდება. მაშინ, როდესაც დღეს ხელმეორედ არის ეს შესაძლებლობის ფანჯარა გაკეთებული, ჩინეთში გარბიან იმის ნაცვლად, რომ ამერიკელი ინვესტორების მოზიდვაზე საუბრობდნენ, მათ გააქციეს ამერიკელი ინვესტორები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთმა ზურგი შევაგვაქციოს და სომხეთის მსგავსი ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმი, სადაც კი მოხვდა საქართველო, გამოიყენეს ისევ დასავლეთზე იარიშების მიტანისთვის. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თურქეთში იმყოფებოდა კობახიძე და იმ დღეს გააკეთა მარია ზახაროვამ საქართველოს მუქარის შემცველი განცხადება და იმის საერთოდ ნულოვანი რეაგირება ჰქონდა ამის ნაცვლად ისევ ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს ესმოდა თავს და ხუთისდელობაზე საუბრობდა რევოლუციის. ეს ყველაფერი უნდა შეცვალოს, მაგრამ ქართულმა ოცნებამ აირჩია სულ სხვა ავტორიტარიზმის გზა.